79 საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტი სანდო და მიუკერძოებელი ვერ იქნება. განცხადება ამის შესახებ ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის ხელმძღვანელმა გააკეთა. მისი ინფორმაციით სულიკო შვენთიძე ბათუმის საკრებულოს იურისტია. იგი ამჟამად ერთთვიან შვებულებაში იმყოფება და ერთთვიანი ხელშეკრულებით 79 საოლქო საარჩევნო კომისიაში იურისტად მუშაობს. ლაშა ადამიანის შვენთიძის ობიექტურობაში ეჭვი შეაქვს, ვინაიდან მიაჩნია, რომ საჯარო მოხელეს სამთავრობო პარტიის ინტერესებს გაატარებს. საკითხთან დაკავშირებით 79 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კომენტარი არ გაუკეთებია. ქართული ოცნების სახე მირაკლი ჭეიშვილმა თავისი პირადი იურისტი, თავისი წარმომადგენელი, თავისი ინტერესების გასატარებლად დანიშნა საარჩევნო კომისიაში. სამწუხაროა, რადგანაც ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიის იურისტი შეინარჩუნებს თუ არა სამართლიანობას, იქნება თუ არა ობიექტური, მიუკერძოებელი და ნეიტრალური. რადგანაც ის დღემდე მუშაობს ბათუმის საკრებულოში იურისტად, ის დღემდე არის დაქვემდებარებული ქართული ოცნების იმ შემადგენლობას, რომელიც დღეს უკვე საარჩევნო სიაში არის თავმოყრილი. ამიტომაც საქმე გვაქვს აშკარა ინტერესთა კონფლიქტთან.